მას გაუფრთხილდით თქვენ თავსაც და თქვენ სამწყსოსაც. ეხლა თავის გაფრთხილებაში აქ რა თქმა უნდა არ იგულისხმება ფიზიკური თავის გაფრთხილება, იმიტომ რომ ჩვენ წეღან წავიკითხეთ, რომ მელოდება, ბორკილები, ტანჯვა, ვაება და სიცოცხლეთ არაფრად მიღის, თავარი ჩემი საქმე აღვასრულო. ანუ აქ თავის გაფრთხილებაში იგულისხმება, რომ ეშმაკისგან არ მოვუტყვილდე. და ჩემი მოწოდება ქრისტიანობისა და მით უმეტეს მოციქულებრივი და სამღვდელო მით უმეტეს თუ ჩვენ სასულიერო პირებზე ვიწყმით და სამრევლოც ხო ეს პასუხისგებლობით დატვირთულები ხართ ყველანი, ეს წყალში არ ჩაიყაროს. წყალში არ ჩაიყაროს და ესე იგი არ აღმოჩნდე იმდენად ცდუნებული და მოტყუებული ეშმაკის მიერ, რომ ესე იგი მეგონო საღვთო საქმეს ვაკეთებ და სინამდვილეში სხვანაირად იყოს. ამიტომ ამბობს, გაუფრთხილდით თქვენ თავსაც და უკვე აქედან ჯერ თქვენ თავს. ანუ მე თუ ვერ ვივარგე ქრისტეს ერთგულებაში, ვერ გავუფრთხილდებით ჩემ სამწყსოს. ამიტომ ესე ამბობს, გაუფრთხილდით თქვენ თავსაც და თქვენ სამწყსოსაც. და აი აქ არის ეს მნიშვნელოვანი სიტყვები. ამის მერე კიდე რომლის მცველებათაც დაგადგინათ სული წმინდა. ნახეთ, აქ როგორც ჩანს სამღვდელო მსახურების საკრალურობა. ადამიანს სადაა იმის ძალაუფლება, რომ ესე იგი თავის გადაირჩინოს, სამწყსოსთვის მაგალითი იყოს და დაიცვას. ვისგან და ეშმაკისგან ადამიანს როგორ შეუძლია მის გაკეთება? როგორ შემიძლია მე დავიცვა სხვა ადამიანი? ეს ნიშნავს, რომ სამღვდელო მსახურება საკრალურია, ღმერთთან წილნაყარია, ღვთისმადლით მოქმედებს სასულიერო პირი. და თუ ის ღვთისმადლით არ იმოქმედებს, ანუ თუ თავად არ იქნება ღვთისმნების აღსრულებელი, ვერც ღვთისმადლით იმოქმედებს და რა უნდა დაიცვას, სხვა მკურნალო გარნიკურნე საკუთარი თავი. სულ თუ საკუთარ შენ ავათხარ, სხვას როგორ უშველი. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომლის ცველებათაც დაგადგინა სულმა წმინდამამ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას. ვინ? ჩვენ ადამიანები? დიახ. აი გესმით, ძალაუფლება, სამღვდელო, უამრავი ადგილია წმინდა წერილში. ეხლა აქაც ეს როგორ ამბობს, ხო? მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელმაც მან შეიძინა თავისი სისხლით. ღმერთი მოვიდა ადამიანად, დაღვარა სისხლი, იმისათვის ეკლესია დაიარსებინა და მე ცოდვილ ადამიანს ჩამაბარა, რომ შენ დამწყსე და ჩემთან მოიყვანე და თუ ამას არ გააკეთებ. გესმის ეს რამხელა პასუხისგებლობა. და ყველაზე მძიმე არის კათოლიკოს პატრიარქის პასუხისგებლობა. როგორც კი ადამიანი ხდება პატრიარქი, მას თავისი პირადი ცხოვრება განულებული აქვს სრულად. მონაზვნობაში თითქოს ხო ესია, მონაზვნს განულებული აქვს. მაგრამ მონაზონი საკუთარ თავზე მაინც ზრუნავს. კათოლიკოს პატრიარქი აღარ ზრუნავს არაფერზე, გარდა თავის სამწყსოზე და მას არაფერი პირადი არ გააჩნია. ის თითქოს ქრება, თითქოს კვდება. როგორც ინდივიდი, როგორც ერთი კონკრეტული ადამიანი აღარ არსებობს თითქოს. აი აქ არის სწორედ მისი პიროვნულობის სრული აპოგეა. სრულად გასცემს საკუთარ თავს ერისათვის, მორწმუნე ერისათვის, რომლისათვისაც ქრისტემ სისხლი დაღვარა. სრულად მისი ინდივიდუალიზმი, მისი ადამიანური, თუნდაც პატარა ბედნიერება და სიხარო, თუ ამას ბოლომდე გასცემს, ეს იქნება მისი პიროვნულობის აპოგეა. ის ამით სრულად ემსგავსება ქრისტეს.